წინა ვიდეოებში განვიხილეთ საკვების გადანაწილების სტრატეგიები და დავადგინეთ რეკომენდაციები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თეორიულად ყველაზე ოპტიმალური გეგმებიც კი რეალურ ცხოვრებაში არ მუშაობს. ეს იმიტომაა, რომ აზრი არ აქვს, რამდენად კარგი გეგმა გაქვს დასახული, თუ მისი შესრულება დიდი დროის განმავლობაში ზედმეტი სტრესის გარეშე არ შეგიძლია. ამიტომ ამ ვიდეოში განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებს, რომ გავიგოთ თუ როგორ უნდა მოერგოს საკვების გადანაწილების სტრატეგიები შენს ცხოვრების სტილს. როგორც უკვე ვისწავლეთ, სხეულის ფორმაზე და ჯანმრთელობაზე ყველაზე დიდი გავლენა კალორიულ ბალანსს და მაკრონუტრიენტების შერჩევას აქვს. საკვების გადანაწილებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, როგორც პირველი ორი ფაქტორი. ამიტომ, როცა ადამიანი ყველაფერს იდეალურად ვერ ასრულებს, ჯობია ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორები ნაკლებად გავითვალისწინოთ და ძალისხმევა დავხარჯოთ იმაზე, რაც მართლა პრიორიტეტულია. მაგალითად, ავიღოთ 4 შვილის დედა, რომელიც ამავდროულად მუშაობს და დღის განმავლობაში იმდენად ცოტა დრო რჩება, რომ მისთვის ჯანსაღკვებაზე ფიქრი ზედმეტად სტრესულია. ასეთი ადამიანისთვის დღეში 6 იკვება სპეციფიკურად გადანაწილებული მაკრონუტრიენტებით და კომპლექსური სტრატეგიებით, რა თქმა უნდა, არ იქნება არც საჭირო და არც რეალისტური. ამიტომ ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავივიწყოთ ოპტიმალური სტრატეგიები და ყურადღება გადავიტანოთ კვების მთავარი ნაწილის კარგად შესრულებაზე. აქ უფრო რეალისტური გეგმა იქნებოდა დღეში 3 ან 4 კვება, რომლებზეც თანაბრად იქნება გადანაწილებული ჯანსაღი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. მაგალითისთვის, სამსახურში წასვლამდე მოხარშული კვერცხი, შვრიის ფაფა და ბოსტნეულის სალათა, შუა დღეს შესვენებაზე წინასწარ გამზადებული ქათმის ფილე, ბრინჯი და ავოკადო ბოსტნეულთან ერთად და საღამოს საქონლის ხორცი, კარტოფილი, სალათა და ხილი. ზუსტი რაოდენობების გაზომა და კომპლექსური კერძების მომზადება საჭირო არაა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მიზანი ჯანსაღი კვების დაწყებაა ზედმეტი დაგეგმვის და სტრესის გარეშე. ახლა ავიღოთ სტუდენტი, რომელიც ბოდიბილდინგითაა დაკავებული და შედარებით მეტი გამოცდილებაც აქვს კვების საკითხებში. მან უკვე იცის, რამდენი კალორია უნდა მიიღოს და დღის განმავლობაში მეტი დროის გამონახვაც შეუძლია საკვების უფრო ზუსტად გასაზომად. ასეთ შემთხვევებში დღეში 4 ან 5 კვების დაგეგმა და უფრო კომპლექსური სტრატეგიების გამოყენება რეალისტურია, იმიტომ რომ მას შესაბამისი დროც აქვს და გამოცდილებაც. მაგალითისთვის, ვთქვათ, ამ ადამიანს დღეში სჭირდება 155 გრამი ცილა, 60 გრამი ცხიმი და 225 გრამი ნახშირწყალი. 120 გრამ ცილას თანაბრად გადავანაწილებდით 4 კვებაზე და 25 გრამს დავტოვებდით ვარჯიშის დროს პროტეინის შეიკისთვის. 60 გრამ ცხიმს ისე გადავანაწილებდით, რომ პირველ ორ კვებაზე გამოვიდეს 20 გრამი და ვარჯიშის წინ და შემდეგ 10 გრამი, იმიტომ რომ ცხიმი საჭმის მონელებას ანელებს და ვარჯიშის გარშემო პირიქით სწრაფად გვჭირდება ენერგიის და ნუტრიენტების მიღება. ხოლო ნახშირწყლებს რაც შეეხება, პირველ კვებაზე იქნება 25 გრამი, მეორე და მესამე კვებაზე 50-50 გრამი, ვარჯიშის დროს 25 გრამი ნახშირწყლის დანამატის სახით და ვარჯიშის შემდეგ 75 გრამი. აქ ნახშირწყლების დიდი რაოდენობა ვარჯიშის გარშემოა მოქცეული, იმიტომ რომ ნახშირწყლები ენერგიისთვის და ზრდა-აღდგენის პროცესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი კვება მხოლოდ მათთვისაა, ვისაც მაქსიმალური შედეგისთვის ზედმეტი ძალისხმევის და დროის დახარჯვა არ ენანება. ადამიანების უმეტესობისთვის, თუნდაც სერიოზულად ვარჯიშობდეს და ძალიან გამოცდილიც იყოს, დღიური ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების 4 ან 5 კვებაზე თანაბრად გადანაწილება საკმარისი იქნება. ასე მიიღებ შედეგის 95%-ს და თუ დანარჩენი 5%-ისთვის ზედმეტი სიზუსტე, ძალისხმევა და დროის დახარჯვა გიღირს, შეგიძლია უფრო კომპლექსური სტრატეგიების გამოიყენო. ანუ რომ დავალაგოთ სირთულის მიხედვით, პირველ რიგში საჭიროა კვებების რაოდენობის არჩევა და მათზე კალორიების და მაკრონუტრიენტების თანაბრად გადანაწილება. მეორე ნაბიჯი არის კვების დროის განსაზღვრა გრაფიკის და ფიზიკური აქტივობის გარშემო და ამის შემდეგ შეგიძლია სხვადასხვა საკვების კომბინაციები და მათი სხვადასხვა დროს მიღებაცადო იმისთვის, რომ გაარკვიო, რომელი ჯობია კონკრეტულად შენთვის. ანუ რომელი საკვები განაყრებს მეტად, რომლის მონელება შეგიძლია უფრო მარტივად, დაძინებამდე რამდენი საათით ადრე შეგიძლია კვება ისე, რომ არ შეგაწუხოს და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ჩათვლი, რომ საკმარისი გამოცდილება გაქვს და უფრო რთული გეგმის შესრულება პრობლემა არ იქნება, შეგიძლია ვარჯიშების გარშემო ცილების მოკლება და ნახშირწყლების მომატება დაიწყო. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.